უთანხმოების ახალი თემა ოპოზიციურ სპექტრში მწვავე ურთიერთბრალდებების მიზეზი ხდება ბარიერ გადალახული ოპოზიციური სუბიექტების გადაწყვეტილება. პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადების და მანდატებზე უარის მიუხედავად ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი საქართველო და გიორგი გახარიას პარტია თანახმა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღონ. გამონაკლისი მხოლოდ მელია გვარამია გირჩი ჯაფარიძის ალიანსი აღმოჩნდა, რომელმაც ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზე უარი თქვა. სახელმწიფო დაფინანსება ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტზე გაიცემა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს. თანხის რაოდენობა კი არჩევნებში მოპოვებული ხმების ოდენობით განისაზღვრება. უპასუხისმგებლო ნაბიჯი არათანმიმდევრულობა, საერთო გეგმისა და სტრატეგიის დაზიანება. კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერები დანარჩენ ოპოზიციას მწვავედ აკრიტიკებენ. კრიტიკას კონტრბრალდებებით პასუხობენ ადრესატები. ხელისუფლებისთვის დაფინანსების მიღებაზე თანხმობა არჩევნების შედეგების პირდაპირი აღიარება იმ ოპოზიციისგან, რომლებიც პარლამენტის ლეგიტიმაციას ამ დრომდე არ ცნობენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 7 პოლიტიკური პარტიის წლიური დაფინანსება 13,588,475 ლარით განისაზღვრა. თუმცა 7-ეულის სიას საკუთარი გადაწყვეტილებით გამოაკლდა არჩევნებში მეორე ადგილზე გასული პარტია კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა და მისთვის წლიურად გამოყოფილი 1,645,805 ლარი ისევ სახელმწიფოს ბიუჯეტში დარჩება. ამისთვის გვარამია მელია გირჩი დროას ერთობამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალური განცხადებით მიმართა. ისინი კი ვინც ეს არ გააკეთა, ავტომატურად ყოველწლიურ დაფინანსებას მიიღებენ. თანხის რაოდენობა ამომრჩევლების ხმების რაოდენობის მიხედვით იანგარიშება. შესაბამისად, ყველაზე მეტ რაოდენობას პირველ ადგილზე გასული ქართული ოცნება მიიღებს და ის წლიურად 6,100,265 ლარს შეადგენს. 1,5 მილიონი საჭარბებს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წლიური შემოსავალი ბიუჯეტიდან. ძლიერი საქართველო, ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის წლიური დაფინანსება 1,414,610 ლარს შეადგენს. გახარია საქართველოსთვის კი 1,307,605 ლარი განისაზღვრა. ეს ის პარტიებია, რომლებმაც პარლამენტში მოხვედრისთვის საჭირო 5%-იანი ზღვარი გადალახეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დაფინანსების მოსაპოვებლად 1%-იანი ბარიერის გადალახვაც საკმარისია, ყოველწლიურად პატრიოტთა ალიანსის და პოლიტიკური ცენტრი გირჩის ბიუჯეტიც შეივსება. თუმცა მათ მიერ მოპოვებული თანხა 1,000,000 ლარს მკვეთრად ჩამოუვარდება. 26 დეკემბერს დასრულდა სესხოსთვის მომართვის ვადა. წარმოდგენილი იყო სულ ერთი განცხადება, ერთი პოლიტიკური გაერთიანების მიერ, ეს არის კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია გირჩი დროა, შესაბამისად 7 პოლიტიკური გაერთიანებიდან, რომელსაც წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება, საბოლოოდ დაფინანსებას მიიღებს 6 პოლიტიკური გაერთიანება. 1/6-ის წინააღმდეგ. მას შემდეგ რაც ცესკომ დაფინანსების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა და გაირკვა ისიც, რომ კანონით დადგენილ ვადაში დაფინანსების მიღებაზე უარის უფლებით მხოლოდ ერთმა პარტიამ ისარგებლა, ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთიერთბრალდებები დაიწყო. დაფინანსების მიღებაზე უარის მთქმელი პარტია იყო პირველი, ვინც კოლეგებს დაუპირისპირდა და ქართული ოცნების სასარგებლო მოქმედებებში დაადანაშაულა. ირიბად მიანიშნა, რომ ეს არსებული ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარებაა, ვინაიდან დაფინანსება იმ ციფრების პროპორციულია, რომელსაც ისინი უკვე 2 თვეა ტოტალურად გაყალბებულს უწოდებენ. ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო. ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს. მესმის. როდესაც ხალხს მოუწოდებ წინააღმდეგობისკენ, ყინვაში ღამის თევისკენ, რობოკოპებთან პირისპირ დადგომისკენ, სამსახურების დატოვებისკენ, როდესაც ხედავ ახალგაზრდების უმაგალითო თავგანწირვას, როდესაც ხედავ, როგორ ტანჯავენ ციხეებში, როგორ უმტვრევენ ძვლებს ქვეყნის სიყვარულისთვის. ამ დროს არაა საჭირო მორალური მეტრის მანტიის მორგება, სხვების დამუნათება და პარალელურად ქოცების მაგიდიდან ნასუფრალის მიღება.
გაბრაზებული გვარამიას Facebook პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა ისიც, რომ არანაკლებ გაბრაზებული არიან სხვა პოლიტიკოსებიც. ოღონდ სხვა პარტიიდან და გაბრაზებულები არიან სწორედ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებზე. მათ ახლა ყველაზე მეტად გვარამიას დაფინანსების წყარო აინტერესებთ, რადგან ეჭვი აქვთ, რომ პარტია დაფინანსებას ბიუჯეტის ნაცვლად სხვა არაოფიციალური შემომწირველებისგან იღებს. ვინ რაში დახარჯავს ბიუჯეტიდან მიღებულ თანხას? ყოფილი ბანკირებისა და ყოფილი სახელისუფლებო გუნდის პარტიებში მისი მიზნობრიობა საპროტესტო აქციებს უკავშირდება. გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ მათი ანგარიშები დაყადაღებულია და ამ თანხას მაინც ვერ გამოიყენებენ. ოპოზიციურ ფლანგზე შექმნილ განხეთქილებას კი ოლიგარქებს შორის ბრძოლად მოიხსენიებს. ეს არის ოლიგარქების და ოლიგარქების პარტიების ერთმანეთში ბრძოლა და ჩვენ უბრალოდ დავაკვირდებით ამ პროცესს. როდესაც ჩაირიცხება ჩვენი ანგარიშები არის დაყადაღებული, შესაბამისად ყადაღა წაიღებს ამ თანხას. ამიტომ ჩვენ ესე ცალსახად ვერ ვიტყვით, როდის ავიღებთ და რას ავიღებთ. ჩვენი პარტია 4 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და არსებობდა დაფინანსების გარეშე. ჩვენგან არჩეული დეპუტატების ხელფასები ჩახსნილია. რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ეს არის ბიუჯეტის თანხა და მისი გაჩერება მოხდება მომენტალურად, როგორც კი მანდატების გაუქმებაზე ჩვენი განცხადებები დაკმაყოფილდება. მანამდე კი ამ თანხას მოვახმართ საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულების და სხვათა მხარდაჭერას, რასაც ისედაც ვაკეთებთ. პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის პულს არანაირი კავშირი არ აქვს. როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა, საიდან ფინანსდები. ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. არ მინდოდა ეს პოლემიკა, მაგრამ როცა ოცნების მესიჯ ბოქსით საუბრობ, დაეღიად გაირკვეს, ვინ ვინაა და ვის თამაშს თამაშობს. ამ შეფასებაში და არგუმენტაციაში სრულად ვეთანხმები ბატონ მამუკას. ქვეყნისთვის ამ ეგზისტენციალურად გადამწყვეტ მომენტში ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მეც უბრალოდ არ დავწერ. გვარამიას გუნდს მისივე ყოფილი თანაგუნდელები კამპანიური ხასიათის დაპირისპირების შემოტანაში ადანაშაულებენ, რაც ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით მხოლოდ ქართულ ოცნებას აწყობს. თავის მხრივ ხელისუფლების სასარგებლო მოქმედებაში დანარჩენ ოპოზიციას ადანაშაულებს კოალიცია ცვლილებისთვის. ნებისმიერი მსგავსი რაღაცა იქნება ეს დაფინანსება, იქნება ეს მანდატების დათმობაზე განცხადების არ დაწერა, იქნება ეს ხელფასის შარიცხვა თუ ასე შემდეგ, იმ რაღაცა შაპიტოდა, რომელსაც პარლამენტს ეძახიან, ცხადია გამოყენებული იქნება ქართული ოცნების მიერ როგორც პროპაგანდა. კამპანიური ხასიათის დაპირისპირების შეუტანა ოპოზიციაში აწყობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. ამ შემთხვევაში ცალსახად არის საქმე, რომ ამერიკული შტურმის დროს ივანიშვილის წინააღმდეგ აი გადამწყვეტი ბრძოლის დროს ასეთ თემებზე აქცენტის გაკეთება აწყობს მხოლოდ ივანიშვილს. სინამდვილეში ამ საკითხის ლეგიტიმაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ ყველა ფორმალური ნაბიჯი გვაქვს გადადგმული იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი მხრიდან დელეგიტიმაცია ამ პარლამენტის დაფინანსების ჩახსნასთვისაც არის საკმარისი ეს ნაბიჯები. თუ ოცნება არ დაგვაფინანსებს, ეს მათი გადაწყვეტილება და თუ ჩაგვირიცხავენ ამ ჩარიცხულ ფულს მოვახმართ ისევ დაძარალებულებს იმ ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან ამ რეჟიმს. ჩვენთვის ეს მოსალოდნელი იყო და ზოგადად ვიცოდით, რომ დაახლოებით მსგავსი რაღაც მოხდებოდა. გვარამიას შემთხვევაშიც ხარჯები გადაზღვეულია. ჩემი აზრით იმ წყაროდან, რა წყაროებითაც წინასაარჩევნო კამპანიის ფული იშოვა ბატონმა გვარამიამ. თორე დანარჩენ შემთხვევაში მე მგონი თავისთავად ცხადი იყო, რომ აქამდე როგორც იყო არათანმიმდევრული ჩვენი კოლეგების დიდი ნაწილი, ისეთივე არათანმიმდევრული დარჩება და წელსაც. დაფინანსებით სარგებლობა ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ლეგიტიმაციას ნიშნავს თავად მმართველი გუნდისთვის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ოპონენტებს გადატრიალების სცენარი არ გამოუვიდათ და ახლა უკან იხევენ. მმართველი გუნდი იმასაც ვარაუდობს, რომ მალე ოპოზიციონერები პარლამენტშიც შევლენ და სადეპუტატო საქმიანობასაც შეუდგებიან. როდესაც იღებ შენ დაფინანსებას, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ აღიარებ იმ შედეგებს, რა შედეგებიც ოფიციალურად არჩევნების შემდეგ დადგა. ძალიან ძნელია, რომ ოპოზიციამ თავისი ავანტურისტული დღის წესრიგი ცხოვრებაში დიდხანს შეინარჩუნოს და გაატაროს. იმიტომ რომ სამართლებრივ სახელმწიფოში არის ის სამართლიანი რეგულაციები, რომელიც გაიძულებს, რომ ან დაემორჩილოს სამართალს და სამართლიანობას, ან არადა საერთოდ მარგინალური უსისტემო გარკვეული მოძრაობა იქცე. აი სწორედ ეს დილემები არის ხოლმე, რაც დღესაც ამ მომენტში დაუდგა
ოპოზიციას. ოპოზიცია საიდან ფინანსდებოდა ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, იმიტომ რომ მაგალითად ერთ-ერთი თემა იყო კეზერაშვილი, რომელიც გარეთ ძარცვავდა გაჭირებულ ადამიანებს და ამ თანხით აფინანსებდა პოლიტიკას, აფინანსებდა ტელევიზიას, რაც ძალიან მძიმეა. ძალიან ბევრ ქვეყანაში, ევროპულ ქვეყნებში გამოძიებაც კი არის დაწყებული ამ მიმართულებით და ცოტა დაფინანსებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვებია. თუმცა მათ შიდა დაპირისპირებაში მე შესვლა არ მინდა. რა თქმა უნდა 4-დან 3 ბარიერ გადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები, დამატებით 2 პარტიამ, რომელმაც მიიღო დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები. მანამდე შეგახსენებთ, რომ ლელომ მიიღო ცესკოში თანამდებობა, აქაც აღიარეს არჩევნების შედეგები. რეალურად ყველა ხედავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმურობაში ყველა არის დარწმუნებული, უბრალოდ მათ დაიწყეს გარკვეული თამაში პატრონების დავალებით, უნდა ეცადათ ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი მეთოდებით, თუმცა ესე ჩაუვარდა. ახლა წავა განსხვავებული პროცესი. ხო, კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რაც ვთქვი, არაერთხელ თებერვალში მე მგონია, რომ შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში, როდესაც გაიხსნება მომდევნო საპარლამენტო სესია. არჩევნების შედეგების პროტესტის ნიშნად ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა. 4 ბარიერ გადალახული პარტიიდან მანდატების გაუქმების მოთხოვნით ნაწილმა განაცხადი ფორმალური წესების დაცვით. ნაწილმა კი მხოლოდ პოლიტიკური შეფასებების მიხედვით შეავსო. გიორგი გახარიას პარტიას კი პარლამენტისთვის ამ მოთხოვნით არც მიუმართავს. დიდი ალბათობით ძლიერი საქართველოს განაცხადი დახარვესდება, ვინაიდან მისი ადრესატი შალვა პაპუაშვილი ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარედაა მოხსენიებული. თუმცა მათი განცხადების საკითხი ამ დრომდე არ განხილულა. გადაწყვეტილების მიმღები ქართული ოცნებაა, ვინაიდან საპარლამენტო საქმიანობაში სხვა პოლიტიკური ძალა მონაწილეობას არ იღებს. ამ პარტიებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყდება, თუ მანდატების გაუქმების განცხადებიდან ნახევარი მაინც დაკმაყოფილდება.